ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო. აღნიშნული ეტაპის საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაღ-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაღ-ბაღებში რეგისტრაცია 3 ეტაპს მოიცავს. რეგისტრაციის მეორე ეტაპი გუშინ დასრულდა, სადაც რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის იყო შესაძლებელი. პირველ ეტაპზე რეგისტრაციის გავლა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, შვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილებს, ასევე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონეთა შვილებსა და სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს შეეძლოთ. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ზედიზედ მე-9 ღამის განმავლობაში უტევდნენ ირანის ტერიტორიას. თეირანმა საპასუხო დარტყმების შესახებ განაცხადა. 19 ივლისის ღამის დარტყმების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ზოგადი ცნობა, რომ სამიზნეებს შორის იყო ირანის სამეთაურო პუნქტები, საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო მონიტორინგის ობიექტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ადგილები, საიდანაც ირანის ძალები რაკეტებსა და დრონებს უშვებენ. ირანის მედია საშუალებების ცნობით აფეთქებები იყო თევრისში, ბენდერაბასში, ბუშერსა და სხვა ქალაქებში. ირანის ხელისუფალთა თანახმად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა თავრისთან მდებარე სამხედრო ობიექტზე დარტყმების შედეგად. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ცნობით შეერთებული შტატების მორიგი შეტევის საპასუხოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს დაარტყეს ქუვეითში, იორდანიასა და სირიაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქში დაარტყეს ლოგისტიკის ობიექტებსა და ნავთობის ბაზას. დღეს ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის საზღვრიდან ამ სამიზნეებამდე 400 კილომეტრზე მეტია. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უპილოტო სისტემების ძალებს, დაზვერვას, სარაკეტო ჯარებს, არტილერიას და სპეციალური ოპერაციების ძალებს. კირ სტარმერმა ოფიციალურად დატოვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც ზუსტად 2 წლის წინ 2024 წლის ივლისში დაიკავა მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში მყოფმა ლეიბორისტებმა საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები დაამარცხეს. დღეს კირ სტარმერმა ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამეს ოფიციალურად მიმართა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მიზნით. მეფემ სტარმერის გადადგომა მიიღო. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მმართველი ლეიბორისტული პარტიის ახალი თავმჯდომარე 56 წლის ენდი ბერნემია. მანჩესტერის ყოფილი მერი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარედ 17 ივლისს აირჩიეს. არგენტინის მარცხის შემდეგ ბუენოს-აირესის ცენტრალურ მოედანზე ფანებს და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. გარკვეულმა ჯგუფებმა პოლიციის მიმართულებით ქვები და ბოთლები ისროლეს. სიტუაციის ესკალაციის გამო ქალაქის მთავარი მაგისტრალების გადაკეტვა გახდა საჭირო. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს სპეცრაზმით. დაშავებულების და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.